მოგესალმებით, მე ვარ ვასო და დღეს მე თქვენ გავჩვენებ თუ როგორ ჩავწეროთ კომპიუტერისთვის გამწვანდი პროგრამა, რომელსაც გვია სახელად Clearner. პირველ რიგში ჩავშევდივართ Google-ში. აქ არის ამ საიტზე შევდივართ და ვაწვევთ კაშადია Windows და არის Android-ზე. ჩვენ რომელი კომპიუტერიც აქვს რა თქმა უნდა. მე მაგალითად Windows-ში მაქვს უკვე ჩაწერილი. რომ ჩამწერავთ მე ეს უკვე აღარ დავკდება ლინკს ვიდეოს დაბლა დავდებ. ეს უკვე გავთიშოთ. მე ჩვენ აქ ჩაგვიწევს ესეთ რაღაცას. ვაკლებთ ამას. ჩაგვიწევს ახლა, ნალე. აჰა. ჩაგვირთო და ასეთ რაღაცას ვშვებით ჩვენ. ეს Run Clearner-ს დავაწვევთ ჩვენ, რაც არ ვკდება აი Google-ში სადაც ჩავდივართ რაღაცებს წმინდავს. ეს ესეთი რაღაცა ეტყვით აღარ მილაგავს. გადალაგავს და მე დაგანახებ დაიერმა. არა, მე აქედან შეგიძლიათ save password-ები და automatically from history. ეგენ შეგიძლიათ წაშალოთ. ხოლო აი აქედან advanced-დან არაფერი არ მონიშნოთ. შეიძლება გაფურწეთ კომპიუტერი, აქედან აი ამ ორიდან არაფერი არ მონიშნოთ. და აქაც დაანებეთ თავი. ამას ეს არ მონიშნოს და ცუდია. და ესეც. მე რეგისტრაციაში ეხება აქ ფიქსი დააწერებით და ეგ არის და ახლა გიჩვენებთ მეც გავაკეთებ ახლა და გამიკეთებს უცბად ბევრი მოგროჩას დაგროვებული ახლა იმას იზამს და გეტყვით რას უნდა დააწყოთ და ეს დაგკვირდება რა თქმა უნდა ესე თქვა ამის პროს მიდვა შეიძლება და upgrade შეიძლება ცოტათი და so select yes yes არა უბრალოდ ხო არის არა მოდი შევხვდით ჩავდივართ აქ და ვუწევით fix all security so მე close და ეს არის აღა tool-ში რა შეეხება წინა ვიდეოში მე როგორც გახსენეთ ანუ პირდაპირ ნაგავში არ უნდა ჩავყოთ ეს იგივე არის როგორც control panel-ი ხო უფრო ცოტათი რაც უფრო მოხერხებულად აზოგიერეთ არის აქედან ახლა რაც არ ჭირდებათ ისევ წაშლით მე ყველაფერი მჭირდება როგორც ვითარ წინაზეც ეს მისტას დააწვით delete შეგიძლიათ რა თქმა უნდა მე ეს ისა პლაგინსები და რაღაცა ეგეთები არის ეს არის copy-paste ну აქ upgrade to pro-ზე შეგიძლიათ და ეს upgrade-ებზე რაც შეეხება ну დღევანდელი ჩვენი ვიდეოს უკვე ბოლოში მივუახლოვ და მე ამით გემშვიდობებით მე ვიყავი ვასო და კარგად ბრძანდებოდეთ